საღამოშვიდობისა, მეგობრებო, ჩვენ GCR-ში ვართ, წამების ხვებრთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში. ამ ორგანიზაციას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ აი სტუდიად გადაკეთება, ეს არის რაღაც სიახლე ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გვინდა დღეს ვისაუბროთ თქვენთან ერთად და შევხედოთ სხვადასხვა რაკურსიდან იმ ამბებს, რაშიც ვცხოვრობთ ბოლო 1 წელია, უფრო მეტიც ალბათ და განსაკუთრებით აი იმ წამების და არახუმანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მიუხედავად ასე ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან უარყოფისა ფაქტად რჩება. მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ თამთა რეხვიაშვილი. პროფესიით ვარ სამართალმცოდნე, მაგისტრის ხარისხი მაქვს დაცული საპოლიციო რეგულირების სამართლის მიმართულებით და 7 წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერ გამომძიებლის, შემდეგ უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე და შარშან 2024 წლის მაისში დავტოვე სამსახური ჩემი პირადი შეხედულებების გამო მიმდინარე პოლიტიკური ვითარების საფუძველზე. წოდებით ვარ პოლიციის კაპიტანი. მე ვარ გურამ ლოგავა, ჟურნალისტი, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ რუსთაველზე დავშავდი, სპეცრაზმელი თავს დამესხა. მანამდე 2003 წლიდან ვაშუქებდი საპროტესტო აქციებს, ომებს, საგანგებო ვითარებებს, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით. გამიშუქებია ყვითელჟილეტიანების მასშტაბური დარბევა პარიზში. უკრაინაში 3 თვის განმავლობაში მაიდანზე ვცხოვრობდი ფაქტობრივად. ომებში ყოფილვარ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის თურქეთ-სირიის საზღვარზე, ყარაბაღის ზონაში, ასე შემდეგ, არსად, ასე დაუცველად თავი არ მიგრძნია, როგორც საკუთარ ქალაქში, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე. და არასდროს მუშაობის დროს არ მიფიქრია, რომ აი ახლა ჩემ გვერდით პოლიციელი დგას და ესე იგი საფრთხე მემუქრება. ყოველთვის, როცა პოლიციელის ფორმას ვხედავდი, მშვიდდებოდი, ვაგრძელებდი მუშაობას, იმიტომ რომ მე არასოდეს მიფიქრია, რომ პოლიციელი შეიძლებოდა პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს ჩემთან მოსულიყო და სასიკვდილოდ გავემეტებინე. ეს ყველაფერი ჩემი ხედვა მუშაობის პრინციპებზე, პოლიციაზე, ზოგადად სახელმწიფოს მოწყობასა და სისტემაზე შეიცვალა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალურად. თუმცა მანამდე იყო ლექსო ლაშკარავას შემთხვევა და სულ ვამბობ, რომ ეს იყო ჩემში გარდატეხის მომენტი, ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, როცა ეს ლექსოზე თავდასხმად არ აღვიქვი, მხოლოდ მე მაშინ ვთქვი, რომ ეს არის ჩვენზე თავდასხმა და ეს იყო განაცხადი ხელისუფლებისგან, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო მესიჯი, რომ ყველას იგივე მოგივათ, ვინც არ დაგვემორჩილებით და ასეც მოხდა. და ეს საკუთარ თავზე გამოცადე რამდენიმე წლის შემდეგ ლექსოზე თავდასხმის ფაქტიდან. სამწუხარო რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა. მაშინ მე რუსთავი 2-ზე ჩემი საავტორო გადაცემა მიმყავდა პიესი და მთხოვეს, რომ ლექსოზე მელაპარაკა, კი ბატონო გვეჩვენებინა ეს კადრები, მაგრამ არ მეთქვა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ როცა მთავრობის კანცელარიიდან, მთავრობის ხდომიდან სწორედ მან გასცა იმ დღეს ნებართვა, რომ ჩაექოლათ მომიტინგეები, ჟურნალისტები და მან პირდაპირ თქვა, რომ დღეს კონსტიტუცია ამ ქვეყანაში არ იქნება დაცული, ჩვენ კონკრეტულ რადიკალურ პრორუსულ ჯგუფს ვუჭერთ ხარს. ამის შემდეგ მე ჩემი პროტესტი გამოვხატე და რუსთავი 2-ის ეთერში ფურცლები დავხიე იმის ნიშნად, რომ ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც ხელისუფლებამ თავზე გადაგვახია და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ბოლო ეთერი, შემდეგ უკვე იქ მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. ახლა მუშაობ ფორმულაზე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ისტორიების გაზიარებისთვის და სწორედ ესეთი პრინციპული ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან, არ ეგუებიან იმ ცვლილებებს ცოტა ის მსუბუქ სიტყვა, თუმცა არ ვიცი ხარ რა სიტყვა ვიხმარო, რაც ამ ქვეყანაში ხდება კურსის ცვლილებას და ასე შემდეგ. ფაქტობრივად მოუწიათ გამხდარიყვნენ
თქვით ჩვენს თვალწინ გადაიქცნენ ეს ადამიანები წამების მსხვერპლება, თუმცა გვიმტკიცებენ სახელმწიფო მოხელეები, არ ვიცი როგორ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თუ როგორ ასე ვთქვათ მოიხსენიო ისინი, რომ წამება არ ყოფილა. სახეზე იყო ძალიან სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფორმები. მე ხლა ამოვიწერე ამ კვლევიდან რა ტიპის დაზიანებებით იყვნენ ადამიანები, ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანებები, ცემა თავის სახის არეში, ნეკნების არეში, ქალატვინის დახურული და ღია ტრამვები იყო, მოტეხილობები, დაჟეჯილობები, ჰემატომები, ამას გარდა წყლის ჭავლით მიყენებული ზიანიც, რომელიც გავრცელდა დაუშვათ როგორც სასუნთ გზებზე, ასევე ბევრმა თვალის დაზიანება მიიღო, სხვა ტიპის კონიუნქტივიტები, ცაცრემლე არხების დაზიანებით და ასე შემდეგ. და ფაქტობრივად, აი ამ ასე ვთქვათ, მათი გამოკითხვის შედეგად რაც გამოჩნდა, გამოიკვეთა პატერნი ქმედებების, ერთნაირი ქმედებების, რომელიც არ იყო ერთჯერადი, იყო მასიური, განმეორებადი და ამან მოიცვა მსხვერპლი იყო დაახლოებით 400-მდე ადამიანი მაინც. ეს ყველაფერი აღრიცხულია და ჩვენ ამ კვლევის ფარგლებში 117 რესპონდენტი გამოვკითხეთ. ასე რომ ყველა ნიშანს, რასაც შეიძლება წამება უწოდოთ, ატარებდა ის ქმედებები, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე გასულ წელსაც. ამიტომ უარყოს ეს ხელისუფლებამ, სხვა შორის სახალხო დამცველმაც მაშინვე გააკეთა განცხადება ამის შესახებ, მისი ასე ვთქვათ, კვლევაც შეიძლება დავიმოწმოთ და ეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა და ალბათ ეს იყო ძალიან დიდი ილუზია, რომ მორჩა წამება ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაზე უფრო უსამართლო, არახუმანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, შარშან დავდექით ფაქტის წინაშე, რომ წამება დაბრუნდა. რაც საგანგაშოა, ასევე რაც გავიგეთ BBC-ის საგამოძიებო მასალებიდან, გამოიყენეს აკრძალული ქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამიანებს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ამას არ აქვს რაღაცა მოკლე პერიოდის ეფექტი, ხო, შეიძლება ეს გამოვლინდეს გარკვეული დროის შემდეგ და შექმნას ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები. წამების აი ეს ფაქტები, რაც ჩამოთვალეთ თქვენ, გამოძიება სულ ცდილობს, რომ სულ სხვა მიმართულებით, სხვა მუხლებით აწარმოოს საქმე, ჩემს შემთხვევაშიც ჩემი ადვოკატი ითხოვდა წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყებას და ხოლო ჟურნალისტისთვის ხელი შეშლის ფაქტზეა საქმე დაწყებული. ეს სტატისტიკაში არ უნდა რომ ასახოს ივანიშვილის ხელისუფლებამ, მაგრამ მოუწევს ადრე თუ გვიან და რომც არ ასახოს ცოცხალი ადამიანები, ვინც გადაურჩან სისასტიკეს, ყვებიან ამას, ისინი არიან მოწმეები, საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ ყველაფრის სისასტიკე და ეს არ იყო რაღაცა გადაცდენა ან რაღაცა შემთხვევითობა, ხო, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს მანქანები წინასწარ იყო მომზადებული, ანუ ეს დაგეგმილი იყო და თვითონ გადამზადებული ხო, ეს იყო წინასწარ უკვე გათვლილი იმ ქიმიური რაღაც ნივთიერებების წყალში შერევაც, ამ წამების მანქანების განთავსება რუსთაველზე და ასე შემდეგ და თუნდაც ჟურნალისტებზე მშვიდობიან მოქალაქეებზე პირდაპირ ეთერებში თავდასხმა ჩემი გათვლით და ჩემი აღქმით იყო ივანიშვილის გეგმა, რომ ეს ენახა საზოგადოებას და ამას გაევრცელებინა რაღაცა შიშის ვირუსი ხალხში, რომ შევშინებოდა და გვეთქვა, რომ აი ნახეთ თუ მაგალითად არ ვიცი კონკრეტულ ჟურნალისტს თუ მშვიდობიან მომიტინგეს, რომელიც ასე შიშველ ხელებს აჩვენებს სპეცრაზმელს, ასე სასტიკად უსწორდებიან, ესე იგი მეც იგივე მელოდება და მოდი აღარ გავალს გარეთ დავრჩების სახლში.
მაგრამ ხალხი ისევ დგას რუსთაველზე. ეს ამის მე ამას მგონია რომ ივანიშვილი არ ელოდა და რეალურად როცა ნიჰილიზმი გვიპყრობს ჩვენ და ვამბობთ რომ აი რაღაც რა შედეგი აქვს რუსთაველზე დგომას ყოველ დღე, ის შედეგი აქვს რომ ეს ყოველი დღე არის ჩვენი გამარჯვების დღე, იმიტომ რომ ივანიშვილს არ ეგონა რომ ამ წამების მანქანებში ყოფი ადამიანები ისევ მიბრუნდებოდნენ რუსთაველზე და ისინი მიბრუნდნენ. ჩემთვის როგორც ყოფილი პოლიციელისთვის ძალიან გულდასაწყვეტი არის ის ფაქტი რომ აი ამ თქვენაც წამების კადრებზე ისაუბრეთ ან გამოკითხულ ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად დაგჭირდა თავეჭრილება. აი ისინი ვისცეც ყვებიან მე ხალხში ეს აჩენს ისეთ და ობიექტურად აჩენს, რა თქმა უნდა, ეს ასე იქნებოდა და არის კიდეც, რომ ყველა იხარშება ერთ ქვაბში. იქ შეიძლება არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ შეხება არ ქონიათ აქტივისტებთან, მართლა შეიძლება არსებობდნენ ასეთი პოლიციელები, რომლებსაც საერთოდ არ ქონიათ და იქ სხედან თავისთვის და ეხლა დღეს რაღაც გადაცემას უყურებდი და აბსოლუტურად არაპოლიტიკური რაღაც საქმე გახსნეს და ძალიან საინტერესო აყურებელი იყო და უცებ ვიფიქრე რომ იმის გამომძიებელი ეხა ხო ზის და ამ საქმეს იძიებდა და რაღაცნაირად გულის მომწურავი ამბავი არის ის რომ ზოგადად პოლიციის ლანძღვის სალანძღავ ქვაბში ყვებიან ის ადამიანებიც იმიტომ რომ ხალხს უკვე ვეღარ მოთხოვ იმის ვალდებულებას რომ გაარჩიოს ერთმანეთისგან დამნაშავე პოლიციელი, უდანაშაულო პოლიციელი, მწამებელი პოლიციელი და ჰუმანური პოლიციელი იმიტომ რომ ის პოლიციელში უკვე ხედავს სახელმწიფოს და ზუსტად ამაზე ვსაუბრობ ყოველთვის მეგობრებთანაც რომ ამაზე დიდი ბოროტება პოლიციისთვის რაც დღეს ხდება არც ერთ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი ცნობიერი ასაკი რაც მაქვს და აღარ ვილაპარაკებ ნაციონალების დროს სად იყავი ამაზე იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი ნაციონალების დროს და წუხვარ და ვგმობ ყველანაირ ძალადობას ნებისმიერი ხელისუფლების დროს უბრალოდ რასაც ვხედავ ამასაც ანუ ამაზეც უნდა ვისაუბრო და დავგმო ხო რომ მინიმუმ საკუთარ თავთან დავრჩე მართალი ძალიან მძიმე ისტორიები მომისმენია ცოტა მიჭირს რომ ეხლა გავშალო ეს საკითხი უხერხულად აღსაწერიც არის ძალიან უხერხულად აღსაწერია მაგალითად აი როცა სისხლი გდის და გაფურთხებენ კიდე ზემოდან გაგინებენ როდესაც აი ხედავ შენს წინ ადამიანს გამეტებით სცემენ ადამიანი ღვიძებს შენში გინდა დაეხმარო რაღაცას მოიმოქმედებ და მე ასე ვთქვათ მოდის მთელი ასე ვთქვათ ფიზიკური ემოციური წნეხი კიდე შენზე უამრავი სხვადასხვა ფორმა და ერთ-ერთი რაც იყო დამახასიათებელი გურამ თქვენს ამბავთან მიმართებაში ეს იყო ერთ-ერთი პატერნი რომელიც და მოულოდნელი თავდასხმა და გარდა ამისა აი ყვებიან ასეთ ისტორიებსაც რომ აი თითქოს მოვიდა ასაყენებლად გონია რომ ეხმარება და ამ დროს წამათრიეს გამიყვანეს რაღაცა ისეთი ხელებში ფეხებში ჩამავლეს მოკლედ აი ბევრი სხვადასხვა ფორმა და განცდა როცა ამ ისტორიებს ისმენ რჩება იმისა რომ ეს ადამიანები იყვნენ წინასწარ მომზადებულები არა მარტო ფიზიკურად როგორ აწამონ არამედ აი როგორ გითხრათ ძალიან ცუდი სიტყვა მაგრამ დაგეშილები თითქოს კი ნამდვილად დაგეშილები არ ვიცი რა ინფორმაციით იმიტომ რომ ერთ-ერთმა მახსოვს ესეც კითხვა რომ აიო მე რომ რუსეთთან საბრძოლველად წამიყვანენო შენო მე უნდა წავიდეო ანუ როგორი ის ქონდა იცი დამოკიდრება რაც გავრცელებული ნარატივია რომ პირიქით ჩვენ კი არ ვიცავთ ამ ქვეყანას რუსეთის უკანაესოდ რო არ გადავიქცეთ ჩვენ ვართ ის ხალხი რომელიც ამას ხო მათ ეს ინფორმაცია ჩაუდეს თავში მათ გადამზადება გაიარეს არა მხოლოდ ფიზიკური ხო ეს ძალიან დიდი სამუშაო იყო რომ მათ ეს დააჯერეს და იქ რუსთაველზე გამოსულები იყვნენ დაპროგრამებულები როგორც რაღაც მანქანები რობოტები რომელსაც რაღაცა ჩიპი ჰქონდა ამ ჩიპზე კონკრეტული მონაცემი იყო რომ აი ეს ხალხი თავისუფალი მოქალაქეები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეები უნდა გაანადგუროთ აი ცოტა ჩემთვის აი ეს დაგეშილი გაწრთმილი სპეციალურად იმიტომ რომ მოქალაქეები ესე შეურაცხყოფა ნაწამონ აი ისეთ ცუდად მხდება ყურში აი ცუდად მხდის რა მაგის წარმოდგენა რომ ჩემ აი
მე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ვიყავი და მოდი მარტო აი ამაზე ვისაუბრებ და აი ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ აი ეგეთი კურსები არსებობს, სადაც ჩემი თანამშრომლები შეიძლება მიყვან და მიყავთ და ამზადებენ იმისთვის, რომ ხალხი სცემონ. აი რატომღაც მე როგორც ყოფილ პოლიციელს ჯერა რომ როცა კრიმინალურ პოლიციაზე ვსაუბრობთ, რომ სპეცრაზმი რა გადამზადებას გადის, დაახლოებით იგივენაირი წარმოდგენა მაქვს, როგორიც თქვენ შეიძლება გქონდეთ. უბრალოდ მე რატო ვამბობ ხა ამას ნახეთ, ხშირად ჩემი ყოფილი თანამშრომლები რომ ხვდებიან, ან მქონია ძირითადად აღარ მაქვს კომუნიკაცია, თვითონ გადაწყვიტეს ესე რომ არ გქონდეთ, ან არ ვიცი სიფრთხილის გამო, ან რაღაცაში არ მეთანხმებიან. სულ აქვთ ხოლმე თამთა შენ ხო იცი რომ კრიმპოლი არ არის, თამთა შენ ხო იცი რომ კრიმპოლი არ არის და იცი როგორ არის აქეთ მე ჩემი მეგობრები მყავს ნაცემი დაზარალებულები და ბევრი მათგანი ამბობს რომ არა თამთა კრიმპოლი იყო, ზოგიერთი კრიმპოლიც იყო. და ნუ მე ის ხადამრჩენია რომ ვიმედოვნო რომ ის კონკრეტული ადამიანები ვინც მე მიყვარდა და ვისიც მჯეროდა ისინი არ არიან. თუმცა აი გადამზადებებს რაც შეეხება, მაინც მინდა მჯეროდეს რომ გადამზადების თვალსაზრისით როგორ დავარბიოთ ხალხი და როგორ ვცემოთ ხალხი, კრიმპოლს ეს ნაკლებად ეხება. ოღონდ შეიძლება ეს თქვენ არ გჯეროდეთ, მაგრამ მე ცოტა პატარა უბრალოდ ეგეც ერთ-ერთი სევდიანი ნაწილია ამ ჩემთვის, იმიტომ რომ აი კურსები რისიც გვჭირდებოდა ზოგჯერ იმისი არ გქონდა ანუ რა ვიცი აი მართლა ტრენინგები გვიტარდებოდა ზოგჯერ აი მე ძალიან ბევრჯერ მithხოვია რომ მუშაობდით ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე და რამდენჯერ გამიკეთებია იცით ტრენინგებზე კომენტარი რომ აი გთხოვთ იქნებ დაამატოთ რაიმე სერვისი გამომძიებლებისთვის რომ აი რაღაცა გქონდეს მომსახურება რომ ჩვენ აი ეს ინფორმაცია მიღებული ხო აი ამდენ დაზარალებულ ბავშვს რო უსმენ სად წავიღო როგორ გადავამუშაო და მე იმიტომ რომ ისე შემდეგ დაზარალებულს არ ვავნო და აი ამას რო ვითხოვდი და რაღაცა ეგ ბენეფიტი არ მქონდა სახელმწიფოსგან და თუ სადმე ვინმე საშუალება ქონდა პირადი ფინანსური თვითონ ევლო ფსიქოთერაპევტთან და ამის გადამუშავება ესწავლა. ნუ ამის მაგალითზე ცოტა, რა ვიცი, მეუხერხულება მაგის დაჯერება. თუმცა მე ყველას აზრს პატივს ვცემ ხალხს. აი რას ვფიქრობ, იცით რომ ამ ჩემ მოქალაქეებს რო უსმენ და ეს ჩემი მოქალაქის სმენა არ არის მხოლოდ როგორც თანასწორი და მოქალაქე მეც მოქალაქე ეგრე არ უსმენ ხშირად უსმენ ისე როგორც ყოფილი პოლიციელი და რაღაცნაირად ვერ დავრჩი მხოლოდ მოქალაქეთ იმიტომ რომ ჩემი გულიც და ტვინიც მოწყობილი არის ისე რომ აი რა შემიძლია გავუკეთო მოქალაქეს რა შემიძლია გავუკეთო ჩემ ქვეყანას და ახლა ასე მგონია რომ თუ სადმე ჩემი ხმა შეიძლება ჩემ ქვეყანას წაადგეს იმიტომ ვარ მე აქ საქართველოში რომ ჯერა რომ მნიშვნელოვანია ჩემი აქ ყოფნა თორე იშვიათად მინახავს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ყოველდღე დგას რუსთაველზე და იბრძვის, თუმცა მინახავს და მე მათით ვამაყობ ძალიან და მადლობა მინდა აქედან უთხრა მათივე უსაფრთხოებისთვის მაცახელებს და გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ არ ვარ მარტო. ნაწილი პოლიციელების ვინც დგას მეორე მხარეს, აი ჯაჭვს რო ქმნიან რუსთაველზე, მათაც აქვთ რაღაცნაირად თანაგრძნობის ემოცია ხშირად, აი მე ჩავწერე ახლა ხან გიორგი მოსიაშვილთან, მოსესთან, ფოტოგრაფთან ინტერვიუ ჩვენი გადაცემისთვის და ის ყოველდღე იქ არის და ფოტოგრაფს მაინც სხვა ხედვა აქვს და კითხე აი პოლიციელების სახეებს თუ იღებთქო და კი ვიღებ და ძალიან ხშირად ხედავ თანაგრძნობას უბრალოდ საშიშია ამ თანაგრძნობის ღიად გამოხატვა პოლიციელისთვის და კიდევ ამას ვიტყვი ხო ალბათ ეხლა ჩვენს მაყურებელს უმეტესობას გაუკვირდება რომ პოლიციელის თავდასხმის სამიზნე ვიყავი და მაინც რაღაცნაირად ვცდილობ პოლიციას დადებითი გამოვუნახო მაგრამ ხო ანუ მე მგონია რომ განზოგადება პრობლემაა ზოგადად და მეც მაქვს ეს ცდუნება ჩვენს საზოგადოებაში დიდი ცდუნება რაღაცები განვაზოგადოთ კი დღეს პოლიცია ჩემთვის პერსონალურად ხო ღიად ვიტყვი რომ მილიცია ეს სისტემა ზოგადად მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შიგნით ადამიანები არ ცდილობენ რაღაცების შეცვლას ან სულ მცირე იმედი არ აქვთ რომ რაღაც შეიცვლება მაგრამ სამწუხარო ისიც არის რომ უკვე ისეთ რეალობაში ვართ დრო ძალიან ცოტაა იმისთვის რომ ჩვენ გადარჩენა შევძლოთ და ამ რეალობაში დუმილიც თანამონაწილეობაა და არ ვიცი მე არ მინდა მოვუწყოდო მაგრამ აი იქნებ იმ პოლიციელებმა ვისაც თანაგრძნობა აქვს სახეზე როგორც ფოტოგრაფმა მითხრა რუსთაველის გამზირზე იმაზე იფიქროს შიგნიდან რა შეიძლება რომ შეიცვალოს რადგან ჩემი აღქმით ძალიან ცოტაა დრო იმისთვის რომ ჩვენ გადავტეხოთ ეს რეჟიმი მე მახსოვს
აი როდინდელი პერიოდი იყო ჯერ კიდევ აი რუსული კანონის პირველად რომ გამოიტანეს, აი მაშინდელი აქციების დროს თუ გახსოვთ თქვენს, რაც კომუნიკაცია ძალიან ისეთი იყო თბილი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის წყლები მოქონდათ ერთმანეთისთვის, მე მახსოვს ეს და ეს კომუნიკაცია აბსოლუტურად შეწყვეტილი არის. საკუთარი ყურით მაქვს გაგონილი როგორ აგინებს პოლიციელი მოქალაქეს. ეს მე ყოველდღე როცა აქციებზე ვდგავარ, აი ოღონდ ამას როგორ აკეთებენ, დაუფარავად, აი ძალიან ზიზღით. ჩემთვისაც შემოუხედავთ ან პოლიციელებს ძალიან დიდი ზიზღით, თუმცა მე იმ ხელა ჰუმანურობა გამაჩნია, რომ აი თამამად შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა, რომ აი ამ უბრალოდ ვთვლი, რომ მეტი არ ესმის. აი ესე ვუყურებ მაგ ყველაფერს, თორე ანუ ემოციები დაგანგრევს ეგეთ დროს. წარმოიდგინეთ, ამდენი წელი გაატარია ადამიანების გვერდით და არაფერი დამიშავებია, მარტო ის მინდა რომ ყველა იყოს კარგად და მათ შორის პოლიციელები. და ჩემზე მეტად არავის არ უნდა რომ კარგი პოლიციელები გვყავდეს და ხალხს პოლიცია უყვარდეს. თუმცა მე მოცემულ რეალობაში როცა წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ზუსტად იმიტომ მივიღე, რომ აი ამ რეალობაში შეუძლებელი იყო უკვე ჩემთვის იმის ატანა, რომ მე როცა კარგად ვასრულებ ჩემ მოვალეობას, ვძულებოდი ხალხს, იმიტომ რომ ვიყავი პოლიციელი და მესვა ფორმა. აერსითი მაგალითად წამების სხვებთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ 2022-2025 წლების აი სამოქმედო გეგმაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ განკურნება წამების მსხვერპლის, განკურნება და სამართლიანობის აღდგენა ეს არის ორი პარალელური პროცესი და არ არსებობს ერთი მეორის გარეშე. გამოდის რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ დღეს, იმიტომ რომ ყავს უამრავი წამების მსხვერპლი. აი რა მოლოდინები გაქვთ და რა იქნებოდა გულამ შენთვის სამართლიანობის აღდგენა, როგორ ხედავ ამ პროცესს? ხო, სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა აი თამთა როგორ პოლიციაზეც ოცნებობდა და რასაც ახლა გვიყვებოდა, ისეთი პოლიცია გვყავდეს. სასამართლო ყავდეს, რომელიც მართლა ცალკე შტო იქნება და არ იქნება მთავრობის, პარლამენტის თუ ვიღაც კონკრეტული ოლიგარქის მორჩილი. ყველაფერს ჰქონდეს თავისი ადგილი. პარლამენტი მთავრობას აკონტროლებდეს და ასე შემდეგ. მედია ნამდვილად მეოთხე ხელისუფლება იყოს და იყოს პირველ რიგში მომთხოვნი ხელისუფლებისადმი და კითხვებით მიმართოს მთავრობას რა კეთდება, რატომ არ კეთდება და ასე შემდეგ. და დღეს ჩვენ ეს არაფერი არ გვაქვს. სხვა მაგალითებს არ ჩამოვთვლი. რატომ არ გვაქვს ეს? იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მოსამართლეები, თამთას ყოფილი კოლეგები, კრიმინალური პოლიცია იქნება ეს სპეცრაზმი თუ ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი დანაყოფი ვერ იაზრებენ იმას, რომ დღეს რომ ეს ჩვენ შეგვეხო, ხვალ მათთანაც მივა ეს უსამართლობის ხელი, ეს ძალადობის ხელი. ადრე თუ გვიან მათთანაც მივა. ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში და ჩემი აზრით აი ზუსტად იმ გამოჯანმრთელების პროცესს დავიწყებთ მაშინ, როცა მივხვდებით, რომ როცა ლექს ოლაშქარავას თავს დაესხნენ, ეს იყო ყველა ჟურნალისტზე თავდასხმა. აი ეს რომ გაგვიაზრებინა ბევრს, ალბათ დღეს ასეთ დღეში არ იქნებოდა მედია კონკრეტულად ჩემ სფეროზე რომ ვილაპარაკო. მე რომ თავს დამესხნენ ეს რომ იმედი ჟურნალისტებს გაეაზრებინათ როგორც საკუთარ თავზე თავდასხმა დღეს ბევრად ჯანსაღი გარემო გვექნებოდა. მათ ეს ვერ გაიაზრეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხვალ ისინი არ აღმოჩნდებიან ამ სისტემის მსხვერპლები. სხვადასხვა ფორმით, ხო? დღეს შეიძლება საერთოდ რამდენიმე დღეში ჩვენი ტელევიზია დაიხუროს იმის გამო რომ ძალიან დიდი ფინანსური კრიზისების წინაშე ვართ. ხვალ უბრალოდ მათი აუცილებლობა არ იქნება, რომ მათ ამ ხელფასები ქონდეთ. ამდენი თანამშრომელი იყოს, იმიტომ რომ არ იქნება ამის საჭიროება პროპაგანდისტვის. აი, ჩემი აღქმით გამოჯანმრთელება დაიწყება ჩვენი მაშინ, როცა სხვისი პრობლემა გახდება ჩვენი პრობლემა და რეალურად ახლა სხვისი პრობლემა არ არსებობს ამ ქვეყანაში, ის რაც ჩვენ გვემართება, როცა ჩვენ სპეცრაზმელი თავს გვესხმის პირდაპირ ეთერში, წამების მანქანაში შეყავთ მომიტინგეები, აწამებენ, აშიშვლებენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, სახე რომ დასისხლიანებული აქვთ სპეცრაზმელი საკუთარ წინდას აძლევს და მოიწმინდეო უბრძანებს. აი ეს ყველაფერი
კონკრეტულად რამდენიმე ასეული ადამიანის თავს კი არ ხდება, ყველა მოქალაქის თავს ხდება. ეს კონკრეტული პირები, საქმეები, რაც ახლა თქვენ აღწერეთ, ეხება ყველა მოქალაქეს. ეს გაიაზრეთ ყველამ, იმიტომ რომ დღეს რომ ჩვენ არ ვიქნებით, აი დღეს რომ გაითიშება სიტყვაზე ფორმულა, რომელიც შეიძლება ჩვენს მაყურებელს არ მოსწონს, გვანძღავს სუბიექტურები ვართ, ცუდები ვართ, მიკერძოებულები ვართ, დამერწმუნეთ. აი ხვალაც რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით თქვენს წამების მანქანაში აღმოჩნდებით და სამწუხაროდ იმედი ამას არ გააშუქებს, იმიტომ რომ იმედმა არ გააშუქა საკუთარ კოლეგაზე თავდასხმა. ერთ წელზე მეტი გავიდა, მეორე წელი დაიწყო და ჩემზე თავდასხმის კადრი ვერ აჩვენეს და რატომ? იმიტომ რომ მაღლიდან ვიღაცამ ასე უბრძანა. გეთანხმები და მეცნიერებაც გეთანხმება თამაში, რომელიც დაუშვათ საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა არა მარტო ინდივიდუალურად იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეს ზიანი მიადგა, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. წამების მსხვერპლთა 76% უვითარდება პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 50%-ს დეპრესია, ეს კვლევებზე დაფუძნებული, ესე ვთქვათ, მონაცემებია და სადღაც 35%-ში ვხვდებით სუიციდური იდეაციების არსებობას. ან საკმაოდ მძიმე კვალს ტოვებს. სამართლიანობის აღდგენას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი რაც ენგრევა ადამიანს, როდესაც ის წამების მსხვერპლი ხდება, ეს არის ჩვენი ბაზისური წარმოდგენა სამყაროზე, რომ სამყარო სამართლიანია, ეს ინგრევა და ამის გარეშე ცხოვრება ფაქტობრივად ნიშნავს ფეხების გარეშე ცხოვრება, საყრდენის გარეშე ცხოვრებას. თუ ადამიანს სამართლიანობის განცდა არ აქვს, ის სოციალურადაც ვეღარ ფუნქციონირებს. ამიტომ სამართლიანობის აღდგენა პირველ რიგში ხდება აი ამ განცდის აღდგენა. ადამიანები ხშირად წამების მსხვერპლები ვერ პატიობენ საკუთარ თავს, ხო, ამ ხელა სისტემის ხელში აღმოჩნდი, ესეთი შეიარაღებული ადამიანი გადგას, მთელი სისტემა თავზე გადგას, მაგრამ ადამიანები ხშირად ვერ პატიობენ საკუთარ თავს იმ ბრჭყალებში უსუსურობას, რასაც იჩენენ იმ მომენტში. ეს ირაციონალური მიდგომა, მაგრამ სირცხვილის, დანაშაულის განცდა თანდევია. აი ამ ყველაფრისგან განკურნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების დონეზე. იმიტომ რომ საზოგადოება სადაც არის წამება, ვერ ისაუბრებს ვერანაირ სამართლიანობაზე, წარმოუდგენელია ეს და ერთ-ერთი ნიშანი, რაც არის ხოლმე, ჩვენ ხედავთ ახლა ამ ნიშნებს, რატო უარყოფენ წამების ფაქტებს. ხო, ეს არის ერთ-ერთი ნაცადი ხერხი დიქტატორული რეჟიმების, რომლითაც მას უნდა რომ ნორმალიზება გაუკეთოს. აი ეს არის ყველაზე საშიში საზოგადოებისთვის, რომ მოხდეს ნორმალიზება წამების, ძალადობის და ფაქტობრივად იმითი, რომ ის ამბობს, რომ რა ვიცი, როგორ მოიხსენიებენ ამ ადამიანებს, ვინც საკუთხოვ აქტივისტებს, რა ვიცი, სხვა ძალიან ისეთი დამაკნინებელი ტერმინებით, აი ამით ცდილობენ მათ დემონიზებას და ამ დროს საზოგადოება დგება ძალიან სერიოზული რისკის წინაშე, რასაც კოლექტიურ დისოციაციას ეძახიან და აი ამის ნიშნებსაც ხედავთ ახლა ჩვენ საზოგადოებაში, რაში გამოიხატება, აი დუმილი რო ახსენე, ხო? ვიღაცა დადუმდა და აი ეს დადუმება ხშირად ხდება ზუსტად აი ამ შიშით, რაზეც საუბრობდა წეღან გურამი, ხო, რომ აი ეს ყველაფერი, ეს ანახაობა, რაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ დღეს მაინც გამოვდივარ და ეს მოლოდინი სხვა იყო, რომ ყველა სახლებში გავიქცეოდით, მაგრამ ვიღაცა დადუმდება. ვიღაცა
რაღაცნაირად აი როგორ გითხრათ, შიშის გამო არა. აი ამას უკვე განრიდების რეაქციას ეძახიან. არ იჯერებს, უარყოფას აკეთებს, იმიტომ რომ ძალიან ძიმეა დაიჯეროს ადამიანმა. შეიძლება სულაც არ კონდეს მას რაიმე мотиваცია, არ იყოს მიკერძოებული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, მაგრამ აი ძალიან ძიმეა დაიჯერო, რომ ადამიანი არის ასეთი სასტიკი. არგენტინის ამბავი გამახსენდა მაისის მოედნის დედების იქაც როცა ხუნტა მართავდა დიქტატორული რეჟიმი და აქტივისტები ქრებოდნენ და ეს ცნობილი ფაქტია ხო როგორ ათასობით ახალგაზრდა იკარგებოდა და ფაქტობრივად უკვე იდგა ის საზოგადოება აი ამ კოლექტიური დისოციაციის რისკის წინაშე აი ამ დედებმა რომლებიც დაჟინებით ყოველ დღე გამოდიოდნენ დგებოდნენ ამ მაისის მოედანზე რაღაც თავიანთი აღჭურვილობაც ჰქონდათ ფაქტობრივად საზოგადოებას რომელიც თავს იტყუებდა, ან იმშვიდებდა, ეუბნებოდნენ, რომ ასე არ არის საქმე. სად არიან ჩვენი შვილები? ისინი ამას ითხოვდნენ და აი ამ ასე ვთქვათ, პერმანენტულმა თავდაუზოგავმა, ასე ვთქვათ, ბრძოლამ, აი დედების აი ამ ბრძოლამ ეს საზოგადოება გადაარჩინა აი ამ კოლექტიურ დისოციაციას და ფაქტობრივად სამშვიდობოს გაიყვანა. ასე რომ სამართლიანობის და სამართლიანობა აღდგა გარკვეულწილად, იმით რომ შემდეგმა ხელისუფლებამ იმხელა ძალა აქვს. მე მინახავს წამების მსხვერპლი არა, მაგრამ ძალადობის მსხვერპლი. გინდაც ბავშვი იყოს, გინდაც დასრული. აი ეს პროცესი, სასამართლო პროცესი. ხო ძალიან რთულია, ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ როცა შენ გახარ და ყვები შენს ამბავს, როცა შენს თავში პოულობ ძალას და როცა გაქრწმენა, რომ ეს დამნაშავე დაისჯება, ამაზე უფრო დიდი ღერძი ადამიანისთვის, ვიდრე აი ეს სამართლიანობის აღდგენა, აი მახსენდება, აი კადრებად მომდის, ახლა მახსენდება, როგორ იდგა ერთი ახალგაზრდა გოგონა, მე მის უკან ვიყავი, აი ესეთი წელგამართული უმძიმეს ამბავს ყვებოდა, მაგრამ იცოდა, რომ თავისი ომი ჰქონდა და ეს ომი უნდა მოეგო. აი დედებთან დაკავშირებით ხა რასაც ამბობდით, მე ნიკუშა კაციას დედა გამახსენდა, რომელმაც დაიბრუნა შვილი, მაგრამ ყოველ დღე იქ დგას და მე მინდა მას მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ზოგიერთ ჩვენგანს რა დროს ახსენდება ეს ფაქტი, როცა გვიჭირს, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთნაირად ძლიერი იყო ყველა მომენტში და ეს მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღე არ ყოფილა, რომ რაც მე სამსახურიდან წამოვედი, აქედან არ ვიდგე უკვე როგორც მოქალაქე ქვეყნის სამსახურში და ყოველ დღე ვდგავარ იქ, სადაც სწორად მიმაჩნია დღეს დგომა, რომ შევსუსტებულ ვარ ხოლმე სულ იმ ადამიანების სახეებს ვიხსენებ, ვინც მაძლევს იმის ძალას, რომ არ მაქვს უფლება ეხლა გავჩერდე და ის თუ არის მეც უნდა ვიყო მინიმუმ იმიტომ, რომ ემპათია უნდა გაგაჩნდეს იმ ადამიანების მიმართ, რომ მარტო არ დატოვოთ ანამებრძოლები. და მე ესეთი თავგანწირვა, ასეთი თავგანწირვა, როგორიც ამ ხალხში დევს, ასეთი ინტელექტი და ამას აი თამამად ვიტყვი, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც მე ერთი წლის მანძილზე და უფრო მეტის უკვე ყოველდღე ვდგავარ და აქეთ მივიხედავ და ველაპარაკებით, იქით მივიხედავ და ველაპარაკები, არის მართლა ინტელექტის ზღვა და აი ისე მინდა რომ აი ამაზე მინიმუმ ნაცნობებთან, ყველა ნაცნობთან, ვისთანაც მე კომუნიკაცია შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ ისეთი პროპაგანდით არიან მოწამლულები, რომ თითქოს იქ აი ეს დამამცირებელი ტერმინები ახლა რასაც თქვენ ისაუბრეთ, ხო ყველა მიცით და მე არ გავიმეორებ, რითაც აქტივისტებს მოიხსენიებენ, მოქმედებს მათზე, იმათზე, ვინც არ ყოფილან რუსთაველზე და არ იცნობენ ამ ადამიანებს და უბრალოდ მე იცით რა მგონია კომიკური, რომ ერთ ადამიანს ვერ მოკიდეს ხელი, ვინც წყალწაღებული აღმოჩნდებოდა. აი რომელიმე დაკავებული, უკვე გათავისუფლებული რომალის ან ის სინდისის პატიმრები, რომლებიც ახლა ციხეში არიან, ან როგორ წერენ, ან როგორ მეტყველებენ, ან როგორ ლაპარაკობენ საერთოდ, აი არ ვიცი, მე ვარ აღფრთოვანებული და ვარ ძალიან ამაყი ამ ხალხით და თავგანწირვაზე წეღან იმას ვამბობდი, რომ რაღაც იდეის ირგვლივ გაერთიანებული და ეს პოლიციასაც ხო ჭირდება რაღაც იდეის ირგვლივ იყოს გაერთიანებული. ამდენი წელი იქ გავატარე და ამას გულისწყვეტით ვამბობ, არა ნიშნის მოგებით.
მე არ მინახავს იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები ისე პოლიციაში, როგორც ვნახე ეს აქ სამოქალაქო სექტორში და მადლობას ვუხდი აქედანაც ჩემს თანამებრძოლებს, ერთგულებს, სამშობლოსთვის ჩაუხრელებს, ნაცემებს, ნაწამებს და მაინც იქ მდგომებს ჯიუტად და უტეხად და მე სანამ შემიძლია რომ ვიდგე მათ გვერდით და სანამ პირში სული მიდგას ვიდგე სამშობლოს გვერდით ყოველთვის ვიქნები ის პოლიციელი შინაგანად მიუხედავად იმისა რომ ფორმა არ მაცვია რომელმაც სამშობლოს ფიცი დაუდო და ერთგულება შეჰფიცა და მე ასე მესმის სამშობლოს სიყვარულიც და ერთგულებაც ეს არის ჩემი ცხოვრების პირადი არჩევანი და მორალურად მგონია რომ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ერთი დღე არ ყოფილა, როდესაც მე ეს ვინანე და ზუსტად იმ ხალხის გვერდით ვდგავარ და ისიც ჩემი ხალხია, ვინც ახლა აზრობრივად არ მეთანხმება და გულწრფელად თუ შეერა ამის და მე არ ვამბობ მედროვეებზე და კონფორმისტებზე, რომლებიც გამორჩენის მიზნით ინარჩუნებენ ამ რეჟიმის მხარეს, დგანან ამ რეჟიმის მხარეს. მაგრამ მე როგორც რიგითი ქართველი მოქალაქე და როგორც ყოფილი პოლიციელი ვუწოდებ ყველას ჩემ ხალხს მიუხედავად იმისა რომ არ მეთანხმებიან და ზუსტად მათ გამოც ვიბრძვი, რისთვისაც ვიბრძვი, იმიტომ რომ მგონია რომ ჯერ კიდევ არ ესმით მათ რამ ხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ. და მგონია რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, იმიტომ რომ იმედი მაქვს ჩემი თანამებრძოლების და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს პროევროპულ კურსზე და გურამირაძეც საუბრობდა ის სამართლიანობაც იყოს აღდგენილი, იმიტომ რომ ძალიან წყდება გული დღეს ზვიადის ინტერვიუს ვუსმენდი მაისაშვილის ხო მაისაშვილი და აი რაღაცნაირად აი გულწრფელად მქონდა იმის განცდა რომ მინდოდა რომ ჩემი წილი ბოდიში მომეხადა ის კადრები, მე მაგის კადრის მერე დავწერე საჯარო პოსტი ჩემი წამოსვლის შესახებ, თორემ მანამდე ვიყავი წამოსული, იმიტომ რომ ეგ იყო ჩემთვის მორალური ზღვარი სიჩუმის. აი ზვიადს რომ აღუდგება სამართლიანობის განცდა, იმიტომ რომ დღეს ინტერვიუში საუბრობდა რომ ისევ არაფერი ერთი წელი გავიდა და ისევ არაფერი და იმ ხელას დაზარალებული სტატუსი 9 თვის შემდეგ მის ხმაში დიახ რომ არავინ დასჭილა და ნუ ეს კადრები ხა ყველას ნანახი აქვს და მე აღარ გავიხსენებ, უბრალოდ მინდა რომ ზვიადს აღუდგეს სამართლიანობა და ყველა ზვიადს კიდე სკრებითად რომ თქვათ, ვინც დაზარალდა ამ რეჟიმის მიერ. ხო, სიჩუმის შეთქმულება არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე სიმპტომი, რომელიც ჩდება საზოგადოებაში, საზოგადოებასაც არის ამდენი ძალადობა, უკანონობა და ასე შემდეგ. და იმ სიჩუმის შეთქმულების დარღვევა ფაქტობრივად არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ განკურნების გზისკენ მიდიხარ, რომ სამართლიანობა შეიძლება აღდგეს და მე მგონია რომ ჩვენ ყველამ რაღაცნაირად და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ აი სიჩუმის შეთქმულება დავარღვიოთ და ბევრი ადამიანი მაძლევს მე ამის იმედს და მადლობა ყველას, ვინც ყოველდღე გადის რუსთაველზე. აი ისინი არიან ის არ ვიცი მე რას დავარქმევთ ამ ხალხს, მაგრამ როგორც აი მაისის მოედნის დედები ქვიათ, ალბათ რაღაც ისტორია, რაღაც სახელს დაარქმევს ამ ადამიანს. ხო, მე მგონი იმედიანად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ აი თუნდაც ნიკუშა კაციას დედა მარინა აბციაური ისევ აქციაზეა, მე მას ვკითხე ერთხელ, მე საუბრობდი რუსთაველზე, მოვიკითხეთ ერთმანეთი და რა მაგარია რომ ისევ აქ ხართ. ნიკუშა ციხიდან გამოვიდა, მაგრამ თქვენ ისევ ყოველდღე დადიხართ აქციებზე, თქო და შემომიტრიალდა და ესე მითხრა ცოტა გაოცებულმა. გურამ ისინი რა, ჩემი შვილები არ არიან? ხო და რა ვიცი, აბა მარინა აბციაური არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს და იქ სხვა დედებიც არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ციხეში მყოფი ადამიანები ახლა მათი შვილები არიან. ყველა შვილია, ხო, ყველა ის ნაწამები ადამიანი და ის ციხეში უკანონოდ გამოკეტილი ადამიანები. მაინც იმედიანად დავასრულებ. ვერ გაგირსებთ ნიჰილიზმს.